მოგესალმებით, მე ვარ ია ანთაძე და დღეს ვეფხისტყაოსანზე ვილაპარაკებ. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალ, ტრადიციულად შეგახსენებთ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ჩვენი ზღარბის არხი და შემოგვიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. დღეს ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული დღეა, იმიტომ რომ ვეფხისტყაოსნის პოდკასტის ბოლო გადაცემა. ვფიქრობ, რომ უკვე გიამბეთ ყველაფერი, გაგიზიარეთ ჩემი ცოდნა, რაც ამ ფორმატში იყო შესაძლებელი. დღეს კი მინდა რომ ზოგადად შევაჯამო ყველაფერი, რაც ვთქვი, ძალიან მოკლედ შევაჯამო და მინდა რომ გითხრათ ის, რაც კარგი იქნებოდა რომ ამ პოდკასტიდან დაგვემახსოვრებინა. პირველ რიგში მინდა გვახსოვდეს, რომ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი არის ნაციონალური ეპოსი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პოემაში გადმოცემულია საქართველოს მთელი შინაარსი. გადმოცემულია ყველა მნიშვნელოვანი რიტუალი და ღირებულება, რაც საქართველოს ოქროს ხანაში ახასიათებდა. ნაწარმოებში აღწერილია ქორწილი, აღწერილია გამეფება, ომი ზღვაზე, ომი ხმელეთზე, განძის გაცემის დიდი ტრადიცია, მიჯნურობა, მეგობრობა, მოყვასისთვის თავის დადება, ვაჟკაცობა. ერთი სიტყვით ყველაზე მთავარი, რაც აქ არის აღწერილი, ეს არის სიბრძნის მოპოვებისა და გადმოცემის დასავლური და აღმოსავლური პრინციპები. აი ყველაფერი ერთად ქმნის საქართველოს შინაარსს და როდესაც ადამიანი წაიკითხავს ვეფხისტყაოსანს, მან უკვე იცის როგორი ქვეყანაა საქართველო და რა არის მისი იდეალი. უმთავრესი ინფორმაცია საქართველოს შესახებ პოემაში მოგვეწოდება ძალიან თავისებური დრამატურგიული ხერხით, რაც ამ პოემას არაჩვეულებრივად საინტერესო საკითხავ ტექსტად აქცევს. რას გულისხმობ? პირველ რიგში იმას გულისხმობ, რომ თხრობა იწყება მაშინ, როცა ამბის დიდი ნაწილი უკვე მომხდარია. შემდეგ თხრობა ბრუნდება ამბის დასაწყისში და მოუყვება იქიდან იმ წერტილამდე, სადაც არის ვეფხისტყაოსნის აწმყო, ანუ ტარიელისა და ავთანდილის გამოქვაბულში შეხვედრის მომენტი. და აქედან უკვე თხრობა მწყობრად მიდის დასასრულისკენ. მაგრამ ეს ღერძი აგებულია როგორც ერთი მთლიანი ჯაჭვი პატარ-პატარა რგოლების და თითოეული რგოლი წარმოადგენს ამბის დასაწყის განვითარებას, კვანძის შეკვრას, კვანძის გახსნას და იქვე ახალი კვანძის შეკვრას. მინდა რომ ცოტა უფრო მეტი გითხრათ ამის შესახებ, რას გულისხმობ. მაგალითად, ვეფხისტყაოსანი იწყება იმით, რომ არაბეთის მეფე როსტევანი გადაწყვეტს, რომ უნდა გაამეფოს თავის შვილი, მაგრამ იმის გამო, რომ ვაჟი არ ყავს, უნდა გაამეფოს ქალიშვილი. მოიწვევს ვაზირებს და მათ უხსნის, რატომ უნდა გაამეფოს თავის ქალიშვილი, რატომ მოვიდა ამის დრო და რატომ არის ეს სწორი. და ვაზირები მას ეთანხმებიან და თავის არგუმენტებს ამატებენ, რატომ იქნება თინათინი კარგი მეფე არაბეთისთვის. აქ ერთი კვანძი იკვრება და იხსნება და იქვე იკვრება მეორე კვანძი, აი გამეფების რიტუალია თინათინის და რიტუალის შემდეგ არის ნადიმი, მეფე ისევ მოიწყენს, რა ხდება, აღმოჩნდება, რომ ფიქრობს და დარდობს იმაზე, როსტევანი, რომ არ ყავს ვაჟი და არ ყავს თავისი სადარი ვაჟკაცი, რომელსაც ქვეყანას დაუტოვებდა და აი აქ მისი სპასპეტი, მისი გაზრდილი ავთანდილი ხუმრობით შესთავაზებს მას ასპარეზობას ნადირობით და მართლაც მიდიან სანადირო და ავთანდილი მოიგებს ამ ასპარეზობას, მეფე გახარებულია, აი აქ უკვე მეორე კვანძი იხსნება და უცებ ამავე დროს ნადირობის შემდეგ წააწყდებიან წყლის პირას პირალ უცხო მოყმეს, ვეფხისტყავით შემოსილს და მეფეს უნდა მისი გაცნობა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ადამიანი არავის არ გაიკარებს, მონებს დახოცავს და თვითონ გაქრება. და აქ მეფე ისევ თავიდან მოიწყეს, ის ჩათვლის, რომ ღმერთმა მისი წყალობა მოიწყინა და ეს კი წყალობა დარდით შეუცვალა, იმიტომ რომ ვიღაცა ეშმაკი ნახა გზაზე და მეფე ძალიან დადარდიანებული არის ამის გამო და მასთან შევა მის ქალიშვილი, რომელიც ეტყვის, რომ მოდი ეს პრობლემა ესე გადავჭრათ, რომ გავგზავნოთ სამყაროს 4 კუთხით 1 წლით ადამიანები, რომლებიც მის ამბავს მოიკითხავენ და
თუ ვერაფერს ვერ გაარკვევენ, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ეს უცხო მოყმე იყო რაღაც ჩვენება და ამაზე ფიქრს თავი დავანებოთ. მეფე დათანხმდება, მართლაც მოვლენ 1 წლის შემდეგ ეს გაგზავნილი კაცები, ვერ მოიტანენ ვერანაირ ამბავს და მეფე გახარებულია ამით ძალიან, მისი დარდები აბსოლუტურად განქაროებულია. ეს კვანძიც გაიხსნება და უცებ აღმოჩნდება, რომ თურმე თინათინი დარდობს ახლა ამ უცხო მოყმის ამბავს და თვითონ ვერ ისვენებს და მის მოსაძებრად გაგზავნის ქვეყნის პასპეტს და მის სატრფოს და ასე შემდეგ და ამგვარად კვანძი გახსნილი არ არის, რომ ახალი კვანძი იყრება და ესე იგი ჩვენ ვხედავთ აი ამ ამბების მონაცვლეობას ისე რომ მკითხველი ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოიწყენს. აი ვეფხისტყაოსნის კითხვის დროს სულ გელოდება წინ რაღაც ამბავი, რომელიც უნდა გაირკვეს და ეს ამბავი მერე კი უნდა გაირკვეს როდისღაც აი იქვე ძალიან მალე ამბის კვანძი გაიხსნება, მაგრამ იქვე ახალი კვანძით შეიკრება და აი ეს არის რომ ვეფხისტყაოსანს ქმნის მართლაც არაჩვეულებრივად საკითხავ წიგნად. ეხლა ისიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან წყობრად და ლოგიკურად არის პოემის ტექსტში გადანაწილებული ის ამბები, რომლებიც მოთხრობილია მრავალჯერ სხვადასხვა კუთხით და ის ამბები, რომლებიც მოთხრობილია მხოლოდ ერთხელ და დაწვრილებით არის აღწერილი. მაგალითად, ასე ერთხელ არის აღწერილი გამეფების რიტუალი, ომი ზღვაზე, ომი ხმელეთზე და ასე შემდეგ და სამაგიეროდ ნესტანის წარდგენა, როგორც უკვე ვიცით, ძალიან მრავალჯერადია, ყველა ადამიანი, ვისაც მას ხვდება, აღწერს რა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე ამ ქალმა და ნესტანის პორტრეტით სრულიად სხვადასხვა ფერით ივსება მთელი ტექსტის განმავლობაში. რაც შეეხება პოემის მხატვრულ სივრცეს. პოემის მხატვრული სივრცე არის მითოპოეტურ ყაიდაზე მოწყობილი, მითოპოეტური პრინციპებით და ეს პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ ძალიან მკვეთრად არის გამიჯნული ერთმანეთისგან წყალი და ხმელეთი. წყალს სულ სხვა ფუნქცია აქვს, ხმელეთს სულ სხვა ფუნქცია აქვს და ამის გარდა დამდგარ წყალს აქვს სრულიად სხვა ფუნქცია და მდინარ წყალს აქვს კიდევ სრულიად სხვა ფუნქცია. დავიწყოთ წყლით. დამდგარი წყალი, ანუ ზღვა, არის ბოროტი ძალების საუფლო, ქვენა ინსტინქტების საუფლო და ამიტომ არის, რომ ნესტანს თავისი მამი და დავარი გაგიჟებული, გაბრაზებული ჩასვამს კიდობაში და ორზანგ მონას გაატანს ზღვაში დასაკარგავად და თან ეუბნება, რომ ზღვის ჭიფში წაიყვანეთო, ისე რომ წმინდა წყალი ვერასდროს ვეღარ ნახოსო. ესე იგი ფაქტობრივად გააწირა იმისთვის, რომ ხმელეთზე არასდროს აღარ გამოსულიყო. რაც შეეხება მდინარ წყალს, აი მდინარი წყალი ჩამოუდის იმ გამოქვაბულს, რომელშიც ტარიელი ცხოვრობს და ეს მდინარი წყალი რამდენადაც სიცოცხლის სიმბოლოა, იმდენად ზღვა არის სიკვდილის სიმბოლო. რაც შეეხება ხმელეთს, ხმელეთზე განლაგებული არიან სახელმწიფოები, რომლებსაც მოივლის ავთანდილი და ეს სახელმწიფოები არიან განლაგებული ჰორიზონტალზე საკრალიზაციის პრინციპით. უნდა დავიწყოთ აუცილებლად ინდოეთით, რომელშიც ამბავი იწყება და სრულდება, მაგრამ არა თხრობა, თხრობა იწყება სადღაც სხვაგან, როგორც გითხარით. რა ხდება ინდოეთში? ინდოეთი არის ტრადიციულად სიბრძნის სამშობლო, მაგრამ იმ მომენტში, როდესაც ვეფხისტყაოსნის ამბავი არის გადმოცემული, ინდოეთს მართავს მეფე, რომელიც არ მიყვება ღვთაებრივ კანონებს, მიყვება თავის ანგარებიან ინსტინქტებს, მაგალითად არ გაამეფებს იმას, ვისაც ღვთაებრივი კანონების შესაბამისად ტახტი და გვირგვინი ეკუთვნის, არამედ უნდა რომ სიძედ მოიყვანოს ვიღაც სხვა ქვეყნიდან და ამას უდევს ანგარებიანი მიზეზი, რაზეც მე უკვე ადრე ვილაპარაკე. მეორე ნიშანი იმის, რომ ინდოეთში ყველაფერი რიგზე არ არის, ის გახლავთ, რომ ინდოეთის მეფის ასული, ანუ ნესტან დარიჯანის მამი და დავარი გათხოვილია თავის დროზე ქაჯეთში. შემდეგ არის დაქვრივებული, დაბრუნებული უკან და ზრდის თავის ერთადერთ ძმისშვილს. რა არის პრობლემა? ესე იგი, სამეფო, რომელიც არის სიბრძნის სამშობლო, უპირველესი სამშობლო, თავისი მეფის ასულს
გააგზავნის და გაათხოვებს ქაჯეთში, ან უკიდურეს პერიფერიაში. რაც არის ძალიან უცნაური ამბავი და გვეუბნება, რომ ინდოეთში ყველაფერი რიგზე არ არის, იმიტომ რომ უკიდურესი ცენტრიდან უკიდურეს პერიფერიაში ქალის გათხოვება, მეფის ასულის გათხოვება, ეს ნამდვილად მიგვანიშნებს, რომ ამ ქვეყანაში რაღაც არის შესაძლებელი და მთელი ვეფხისტყაოსანი იმაზე არის დაწერილი, როგორ უნდა აღიდგინოს ინდოეთმა თავისი თავდაპირველი სტატუსი. შემდეგი ქვეყანა არის არაბეთი, რომელიც ნამდვილად ღვთაებრივი კანონების შესაბამისად ცხოვრობს და ღვთაებრივი კანონების შესაბამისად იმართება და ის, რაც ამ ქვეყნის სიბრძნის კოდექსი არის, გადმოცემულია ავთანდილის ანდერძით. შემდეგი ქვეყანა არის მულღაზანზარი, ფრიდონის სამეფო ქალაქი, სადაც ბევრი რამ ძალიან კარგი ხდება, მაგრამ ბევრი რამ ცუდიც ხდება და უკვე ხვდებით, რომ ესე იგი ამ საკრალურ ცენტრებს შორდებით ნელ-ნელა. შემდეგი ქვეყანა, რომელშიც ავთანდილი მოხდება, არის ზღვათა სამეფო. თვითონ დასახელება ამ ქვეყნის გვეუბნება, რომ ზღვის მიმდებარე მიწაა, ზღვის მიმდებარე ნაპირია და იქ ვერ იქნება ახლა ღვთაებრივი კანონები განხორციელებული, იმიტომ რომ პირიქით აი ეს ზღვის ბნელი ძალები თავის ღირებულებას ავრცელებს ამ მიწაზე, ამ სამეფოში და მართლაც ხედავთ, რომ ზღვათა სამეფოს მეფე სულ ლხინშა და სულ სუფრასთან ხვდებით ამ ადამიანს და სხვა პერსონაჟები კიდევ, ვინც აქ ცხოვრობენ, არ მოირჩევიან, რა თქმა უნდა, ღვთაებრივი ნეფის ერთგულებით პირიქით ბევრ ცუდ რამეს ჩადიან. და აი ამ საკრალიზაციის ღერძზე ბოლო ქვეყანა უკიდურესი პერიფერია, რა თქმა უნდა, არის ქაჯეთის სამეფო, გრძნეულების ქვეყანა, სადაც ინდოეთის მეფის ერთი ასული იყო გათხოვილი და ინდოეთის მეფის მეორე ასულს, ახალგაზრდა თაობის მეფის შვილს უპირებენ ისევ გათხოვებას ქაჯეთში და ესე იგი ეს ზუსტად ნიშნავს, რომ უკიდურესი პერიფერია იჭრება უკიდურეს ცენტრში და ანგრევს მას. რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ სამყარო გამთლიანდეს და მისგან ეს დამანგრეველი ძალები იყოს გაძევებული, განიდევნოს ეს ძალები. რა უნდა მოხდეს იმისთვის, რომ დედამიწაზე თხადამგელი ერთად ძოვდეს, ესე იგი თხამ დაკარგოს თავისი მსხვერპლის ბუნება და მგელმა დაკარგოს თავისი მოძალადის ბუნება. აი ვეფხისტყაოსნის ახალი თაობის გმირები, ტარიელი, ავთანდილი, ნესტანი, თინათინი, ფრიდონი, ასმათი, ფატმანი ძალიან დიდ ღვაწლს დადებენ იმაში, რომ სამყარო შეიცვალოს და მისგან აი ეს დამანგრეველი ელემენტი განიდევნოს და ინდოეთის სამეფოში რომ ზარი დაირეკება, იმ ზარის ხმა ისმოდეს მთელ სამყაროში, იმიტომ რომ სამყარო იყოს ერთგვაროვანი, ჰარმონიული და დაცლილი ამ დამანგრეველი ელემენტებისგან. ამის შესახებ ბევრი ვილაპარაკე სხვადასხვა გადაცემაში და მე მგონი დღეს საკმარისია ის, რაც თქვი. ოღონდ აქვე უნდა ვთქვა, რომ გამოქვაბული, რომელშიც ტარიელი ცხოვრობს, აი ამ საკრალიზაციის ჰორიზონტალზე არ მდებარეობს, ის არის აბსოლუტურად განსხვავებული სივრცე, ეს არის განსხვავებული ფუნქციის მატარებელი ადგილი და ამის შესახებაც არაერთ გადაცემაში მაქვს განმარტებები გაკეთებული, აი რას ნიშნავს გამოქვაბული, რა სივრცეა და რა დანიშნულება აქვს მას ვეფხისტყაოსანში. ახლა ის მინდა ვთქვა, რომ მე-19 საუკუნის 60-იან წლებში თერგდალეულებმა და განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძემ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქართველებისთვის შთაეგონებინათ, რომ საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომ ის არის ევროპის ორგანული ნაწილი. რა თქმა უნდა, ყველას გვახსოვს, რომ ზეზო ადამზია პირველი ევროპელები იყვნენ, მაგრამ ეს იყო ძალიან დიდი ხნის წინ და იმის შემდეგ საქართველო ხან ევროპა იყო, ხან აზია იყო. ოღონდ ერთი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც საქართველო მიიღო ქრისტიანობა, იმ პერიოდში მის გვერდით იყო ირანი, უაღრესად განვითარებული ქვეყანა, მაგრამ უარი თქვა საქართველომ ირანზე და ასე ვთქვათ მიეკედლა ევროპას და გახდა ევროპის ნაწილი, თუნდაც მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით, რომ მიიღო ქრისტიანობა.
ჩვენი ევროპული იდენტობის ბეჭედი იყო ზურაბ ჟვანიას ძალიან ცნობილი გამოსვლა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 1999 წლის 27 იანვარს, როდესაც მან თქვა ისტორიული სიტყვები მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. ეს იყო ის დღე, როდესაც საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა. გაქრისტიანება ილია ჭავჭავაძე და ზურაბ ჟვანია იმიტომ ბახსენე, რომ სიამბულეში შოთა რუსთაველი სხვანაირად ფიქრობდა. ვეფხისტყაოსანი გვეუბნება, რომ ქართველისთვის ორგანულია სამყაროს როგორც დასავლური, ისე აღმოსავლური ხედვა, როგორც მოქმედება, ასევე ჭვრეტა, როგორც დაბრკოლებების გადალახვა და მიზნის მიღწევა, ასევე ძალიან ღრმა სულიერება. და რუსთაველის აზრით, როდესაც ჰარმონიულ სამყაროში შემოიჭრება რაღაც დამანგრეველი ელემენტი, მისი გაძევება შეუძლებელია, თუ ერთმანეთთან ჰარმონიაში არ მოვიდა აი ეს დასავლური და აღმოსავლური ცოდნა, ანუ ფაქტობრივად ცოდნა როგორც წინაპრების სიბრძნისა, ისე ღვთაებრივი კანონებისა. და თუ ერთმანეთთან ჰარმონიაში არ მოვიდა ცხოვრება აი ამ ორი ცოდნის შესაბამისად და ამ ორი ცოდნის შეერთებით. აი ეს არის ვეფხისტყაოსანი. დღევანდელ შემაჯამებელ გადაცემას დავასრულებ ნაწყვეტით 1975 წელს პარიზში გამოცემული წიგნიდან, რომელსაც ქვია ვეფხისტყაოსნის მიჯნურთმეტყველება და რომლის ავტორი არის ქართველი ემიგრანტი, მეცნიერი ვიქტორ ნუზაძე და ეს ციტატა კრავს ყველაფერს, რაც თქვენ აი ამ 25 გადაცემის განმავლობაში გიამბეთ. მას ასე, ციტატა: საკითხი, რომელიც ევროპულ შუა საუკუნეთა მწერლობაში ხშირად წარმოდგენილია, საკითხი ღმერთისა და სოფლის ურთიერთობის შესახებ და გადაწყვეტილია იგი ან მისტიკური მიმართულებით, ან ამსოფლიური მიდრეკილებებით, საკითხი ეგრეთ წოდებულ ღმერთისა და სოფლისა, ვეფხისტყაოსანში გადაწყვეტილი არის ღმერთისა და სოფლის ჰარმონიის ნიადაგზე. არც მარტო მისტიციზმი, არც მარტო ამ ქვეყნიურობა, არამედ მათი სრული შეხმატკბილება, მთლიანი ჰარმონია და ამით მოხსნილი არის ღმერთისა და სოფლის წინააღმდეგობა. ეს არის ვეფხისტყაოსნის ფილოსოფია, რითაც იგი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მწერლებისგან სავსებით განსხვავდება, განირჩევა და არის ხოლო ვეფხისტყაოსნური. ციტატის დასასრული. ამ შვენიერი ძვირფასი სიტყვებით ვასრულებ დღევანდელ გადაცემას და ვეფხისტყაოსნის პოდკასტს. იმედი მაქვს, რომ ეს პოდკასტი სასარგებლო იყო და იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ სინამდვილეში რა წერია ვეფხისტყაოსანში და რომლებსაც ვეფხისტყაოსნის შესახებ ცოდნა მიაჩნიათ საქართველოს შესახებ ცოდნის მნიშვნელოვან ნაწილად. გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თხოვნას, რომ შემოგვიერთდეთ აქ ზღარბის არხზე და მე კი მინდა უდიდესი მადლობა გადაუხადო ორ ადამიანს, რომლებიც ყველანაირად მეხმარებოდნენ, რომ ჩემი ცოდნა თქვენამდე სწორად მომეტანა. პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა მაგდა ქაჯაიას, რომელმაც ვეფხისტყაოსნის გმირების ულამაზესი გალერეა შექმნა და ეს გაკეთა სრულიად უანგაროდ და დიდი სიყვარულით. მე შემხვდა უამრავი ადამიანი, რომელიც აღტაცებული იყო ჩვენი ბანერებით და ძალიან მიხარია, რომ ასეთი ნაწილიც ძალიან მნიშვნელოვანი ქონდა აი ამ ჩემს პოდკასტებს და მაგდას უღრმესი მადლობა თავისი უანგარო და თავდადებული შრომისთვის და რა თქმა უნდა უღრმესი მადლობა თეონა გეგელიას, რომელმაც მასწავლა ყველაფერი, რაც ჭირდებოდა ამ პოდკასტის მოსამზადებლად. გადამადგმევინა პირველი ნაბიჯებიც და შემდეგ ყოველ ჯერზე მეხმარებოდა ყველაფრით, რაც მჭირდებოდა და ყველაფრით, რაც შეეძლო, რომ ჩემთვის გაიკეთებინა და რაც მთავარია გულუხვად გამიზიარა თავისი სივრცე ზღარბის არხზე და სამუდამოდ მადლობელი ვარ მისი რასაკვირველია. და რა თქმა უნდა, მაინც პირველი და უღრმესი და უაღრესი მადლობა გეკუთვნით თქვენ, ჩემს სმენელებს, მაყურებლებს,
ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად ხართ.